ანსამბლი ნატო გახდა გრან პრის მფლობელი. გრან პრი! ხალბატონო ნინო, გითხარით. ანსამბლი ნატო. ყველაზე ცხელცხელი ამბავია ახლა ეს. როგორი ემოცია, ჯერ კიდე ეიფორიაში უნდა იყოს დაგახარებული მთელი ანსამბლი, ხო ასეა. რა თქმა უნდა. აი ეს ისინი მოგვიყევია ბაცა. გასთავარია ბავშვები არიან ჩართულები ძალიან ამ ყველაფერში, რომელიც იზრდებიან ამ ქართულ სულისკვეთებით, ემოციებით და ძალიან დიდი წარმატებული ღონისძიება გამოდის. რაც შეეხება მე მესამე წელია ვიღე მონაწილეობას, პირველი წელს მივიღე ნომინაცია საუკეთესო ქორეოგრაფიული ნიმუში. მეორე წელს მივიღე მესამე ადგილი და ნომინაციაში გავიმარჯვეთ საუკეთესო სოლისტი ბიჭი, მამაკაცი და წელს უკვე გრან პრის მფლობელები გავხდით. ეს ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია, იმიტომ რომ ყოველწლიურად ანსამბლის ზრდავს ხედავდი და მივიწერით რა თქმა უნდა წინ და არც ახლა არ ვჩერდები და ვაგრძელებთ ისევ რა თქმა უნდა წინსვლას და მეტად განვითარებას ბავშვების და ანსამბლის რა თქმა უნდა და ძალიან დიდი ემოცია გამოიწვია ჩემს ბავშვებში, მთელს გარშემო ჩვენს სამეგობროში და საახლობლოში ვინც და ძველი თაობის მოცეკვავეებში რა ვიცი ძალიან დიდი ემოცია იყო ეს, იმიტომ რომ ის შრომა რომელიც ამ ბავშვებმა გაწიეს ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა დაფასდა ნამდვილად და ბავშვებმა იძნეს თავიანთი შრომის შედეგი და ამით იყვნენ ძალიან აღტაცებულები როგორც ბავშვები ასევე ჩვენ რა თქმა უნდა.